28 თებერვალი 2026 წელი. ირანის უზენაესი ლიდერი თავის თეირანის რეზიდენციაში ზის. აიათოლა ალი ხამენეი თავის უმაღლეს თანამდებობის პირებს ხვდება. ის თავის უახლოეს მრჩევლებთან ერთად ზის. მას ჯერა რომ სრულად დაცულია. ის ძალიან ცდება. ასობით მილის მოშორებით ისრაელის გამანადგურებელთა ესკადრილია უკვე მიიწევს დილის ცაზე. 92 მილიონიანი ერის უზენაეს მმართველს ზუსტად 2 საათი დარჩა სიცოცხლისთვის. ასე გაანადგურეს აშშ-მ და ისრაელმა აიათოლა. მთელი რეჟიმის თავმოკვეთა საჭიროებს უნაკლო მათემატიკურ სიზუსტეს. მძიმედ შეიარაღებული ქვეყნის ქაოსში ჩაძირვა საჭიროებს თვეების განმავლობაში ცივ გააზრებულ დაგეგმვას. დილის 6 საათი და 30 წუთი იყო ისრაელის დროით, როცა მზე აღმოსავლეთ შუა აღმოსავლეთში ამოვიდა. დათქმის ჯგუფი აფრინდა და პირდაპირ თეირანისკენ აიღო გეზი. ამ შეტევის წინამძღოლი იყო F-15 არწივი. ეს შეიძლება იყოს 50 წლის მანქანა, მაგრამ მუდმივმა აკვიატებულმა განახლებებმა ის უმაღლესი მტაცებელი გახადა. ორი ძრავა ქმნის საკმარის პიძგს, რომ მძიმე თვითმფრინავი გადააჭარბოს მაჰის 2/5, ანუ საათში. 1900 მილიანზე მეტს. F-15 შეუძლია პირდაპირ ზევით ასვლა, ცხვირი ვარსკვლავებისკენ მიმართოს და გრავიტაციის წინააღმდეგ ვერტიკალურად აჩქარდეს. თანამედროვე რადარი ციფრული სნაიპერული ოპტიკის როლს ასრულებს. არწივს შეუძლია მტრის თვითმფრინავები ბევრად ადრე შენიშნოს და გაანადგუროს, ვიდრე ისინი ვიზუალურ ჰორიზონტზე გამოჩნდებიან. არწივები ჩვეულებრივ მოკლე მანძილის საბრძოლო არსენალით არიან აღჭურვილნი, მაგრამ ამ მისიაზე ისინი სხვა თვითმფრინავებს არ ნადირობდნენ, ისინი ადამიანს ეძებდნენ. ფრთის ქვეშ ათობით Sparrows რაკეტა ეკიდა. Sparrow Raphael Advanced Defense Systems-ი არის მიერ არის შექმნილი და წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ საჰაერო გაშვების ბალისტიკური იარაღს. როდესაც პილოტი სასხლეთს აწვება, რაკეტა პირდაპირ არ მიფრინავს. ის მკვეთრად იჭრება ზემოთ ზედა ატმოსფეროში. სასიკვდილო კომბინაცია სამხედრო GPS-ისა და ინერციული ნავიგაციის შემდეგ მართავს ჰიპერსონიკულ ვარდნას დედამიწისკენ. პილოტს შეუძლია Sparrow ჩამოაგდოს 600-ზე მეტი მილის, ანუ 1000 კილომეტრის მკვდარი სივრციდან და რაკეტა მიზანს მოხვდება, სასადილო მაგიდის ზომისას. ეს საშიშია, უეჭველი სიზუსტით, დატვირთული ათეულობით ამ კინეტიკური ჯალათით, F-15-ები აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ. ფრენამ თეირანისკენ 2-ზე ცოტა მეტი საათი გასტანა, მაგრამ მიზანი ფაქტობრივად უკდავი იყო. აიათოლა ალი ხამენეი შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის სულელი ადამიანი არ იყო. ირანის ხალხისთვის კი ნომერ პირველი საჯარო მტერი იყო. ის დაუმარცხებლობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ის ამტკიცებდა, რომ მისი მოკლა ისლამური რესპუბლიკის იმპულსს თითქმის ვერ შეანელებდა. დახურულ გარს მიღმა რეალობა სხვანაირი იყო. მან თეირანში თავის გამაგრებულ კომპლექსში 2 ცალკე მიწისქვეშა ბუნკერის აშენება დაავალა. ისინი იმდენად ღრმად იყო მიწაში დამალხული, რომ აფეთქება განძლეკარებამდე მისასვლელად სპეციალური ლიფტი ოსაჯირო. ზედაპირიდან ქანამდე ჩასვლა 5 წუთზე მეც გრძელდებოდა. მან გაიმეორა თავისი ძველი მოკავშირის ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას ტაქტიკა. ის ყოველ საღამოს თავის ბუნკერში იკეტებოდა. ზედაპირზე მდებარე ოფისებში მხოლოდ დღისით გამოდიოდა. შემდეგ კი 2025 წლის ივნისის 12-დღიანმა ომმა ყველაფერი შეცვალა. ისრაელმა ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე მასშტაბური მოულოდნელი იერიში მიიტანა. მოკლეს მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები, გაანადგურეს წამყვანი ბირთვული მეცნიერები. სისხლისღვის შემდეგ ხამენეი აჩრდილად იქცა. ის საზოგადოებრივი თვალთახედვიდან გაქრა. თითქმის მთელ დროს მიწისქვეშ სიღრმეში ატარებდა. ისრაელი და შეერთებული შტატები სასტიკ ტაქტიკურ რეალობას შეეჯახნენ. მან იცოდნენ, რომ აიათოლას ლიკვიდაციის ბევრი შესაძლებლობა არ ექნებოდათ. სამიზნე უკიდურესად პარანოიდული იყო. მხოლოდ მოკლე მიკროსკოპული შესაძლებლობების ფანჯრები იქნებოდა, როცა ის მიწის ზემოთ გამოჩნდებოდა და მათ სამიზნეში მოხდებოდა. მათ უნდა გამოეთვალათ, როდის გამოჩნდებოდა ეს იშვიათი შესაძლებლობები. საჭირო იყო ყველა გეგმის წინასწარმომზადება, რომ დარტყმა ზუსტად იმ წამს მიეყენებინათ. ამისთვის იდეალური მომენტი რომ დადგებოდა, მათ მონაცემები სჭირდებოდათ. რამდენიმე თვის განმავლობაში ისრაელის და ამერიკის დაზვერვის სამსახურებმა ჩაატარეს დამახჩობელი მეთვალყურეობის ოპერაცია. მათ დაიწყეს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება. ისინი მხოლოდ ხამენეის არ აკვირდებოდნენ, ისინი მის პერსონალს უთვალთვალებდნენ, მის უსაფრთხოების ჯგუფს დასტევდნენ, მის ახლო გარემოცვას ამოიცნობდნენ, რჩევლებს აკვირდებოდნენ, ოჯახის წევრებს კი კატალოგში არ რიცხავდნენ. ისინი აკვირდებოდნენ ყველა სხვა მნიშვნელოვან ირანელ ოფიციალურ პირს, ვინც მის გარემოცვაში ხვდებოდა. ისინი ადგენდნენ მისი ცხოვრების თითოეულ საათს, მის ყოველდღიურ რუტინას და მის რეზიდენციას. მათ სჭირდებოდათ ზუსტად დაედგინათ იდეალური თარიღი, დრო და ადგილი დარტყმისთვის. მათ უნდა დაეზღვიათ, რომ როდესაც შესაძლებლობა გამოჩნდებოდა, მათი დარტყმა უშეცდომო იქნებოდა. მარტყი გამორიცხული იყო. საიდუმლო ინსტრუმენტების გამოყენებით ისრაელის აგენტებმა პირდაპირ თეირანის საგზაო კამერებში შეაღწიეს.
ისინი კონცენტრირდნენ იმ კამერებზე, რომლებიც პასტერის ქუჩაზე იყო განთავსებული, სადაც ხამენეის რეზიდენცია მდებარეობდა. ამ ციფრულმა გადაცემამ მათ მუდმივი თვალთვალი მისცა ადგილზე. მათ მიიღეს რეალურ დროში ვიზუალური ნაკადები ამ რაიონიდან. ზუსტად ხედავდნენ, ვინ მოდიოდა და ვინ მიდიოდა ნებისმიერ მომენტში. თვეების განმავლობაში ჩუმი დაკვირვებით, ისრაელის 842 ერთეულის სადაზვერო აგენტებმა დეტალური სურათი შექმნეს ამ რაიონის შესახებ. მათ ყველაფერი იცოდნენ ამ ადგილის შესახებ. დეტალურად ასახეს ყველაზე წვრილმანი დეტალებიც კი. აღრიცხეს რა მარშრუტებს იყენებდნენ კომპლექსის მძღოლები და მცველები სამსახურში მისასვლელად. მათ ყოველდღიურად აღრიცხეს, რომელ საათებში იყვნენ მორიგეობაზე და აკვირდნენ, ვის დაცვაზე იყვნენ დანიშნულები. მათაც კი დაასახეს კონკრეტული ადგილებიც კი, სადაც მძღოლებს მანქანების გაჩერება უყვარდათ. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ვეტერანმა ამ ოპერაციის ფსიქოლოგიური რეალობა განმარტა. ეს გავს უზარმაზარ პაზლს. შენ ამ ყველაფერ ინფორმაციის ნაგლეჯებს ერთად აწყობ. სადაც სანდო მონაცემები გაკლია, იქ კიდე უფრო ღრმად იძიებ. ეს ყველაფერი იქნება. როგორ იღებენ ისინი საკვებს? რა ხდება მათ ნარჩენებთან? ყველა ვდგებით დელწვებით, ყველა ვჯამთ და ვსვამთ. ყველაფერი, რასაც აკეთებ, კვალს ტოვებს. ისრაელის აგენტებმა გატეხეს პასტერის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ადგილობრივი მობილური ანძები და ოფიციალური პირებისა და მათი თანამშრომლების ტელეფონებიც, რათა მეტი გაეგოთ მათი გადაადგილებების შესახებ. მათ შეაგროვეს უზარმაზარი რაოდენობის ნედლი მონაცემები და ყველაფერი რთულ ალგორითმებში შეიყვანეს, რათა ავტომატურად გამოევლინათ კანონზომიერებები. მანქანებმა მტრის შტაბ-ბინის კრისტალურად სუფთა და დეტალური სურათი დახადეს. შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც არანაკლებ დაუღალავი იყო. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იყენებდა საკუთარ საიდუმლო რესურსებსა და ტექნოლოგიებს აიათოლას მუდმივი მეთვალყურეობისთვის. ისინი აკვირდებოდნენ მის გადაადგილებებს, შეხვედრებსა და ხმად ჩამოყალიბებულ ჩვევებს. მან შეისწავლეს ყველაფერი, რაც კი შეეძლოთ, მისი ცხოვრების წესის, ვისთანაც ხვდებოდა და ზუსტად როდის იყო ყველაზე მეტად მოსალოდნელი მისი გამოჩენა სამალავიდან. დღეები, კვირები და თვეები გადიოდა. სოფლიოს ორი უდიდესი სადაზვერვო სამსახური ჩრდილებიდან აკვირდებოდა, როგორ აგრძელებდნენ ირანის ოფიციალური პირები თავიანთ საქმიანობას. აგენტები მოთმინებით ელოდნენ შესაფერის მომენტს. ისინი ელოდნენ იმ ერთ შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც მათ მაინც მისცემდა საშუალებას წარმატებული დარტყმა დაეგეგმათ. შემდეგ მათ ანომალია შენიშნეს. ისრაელის დაზვერვამ გაიგო, რომ ალი ხამენეი უნდა დასწრებოდა მნიშვნელოვან შეხვედრას. ირანის უმაღლესი თანამდებობის პირების დიდი ჯგუფი იკრიბებოდა მის ზედაპირულ რეზიდენციაში თებერვლის 28-ს. სამიზნეების სია გამაოგნებელი იყო. მოჰამედ ფაქფური, ისლამური რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალი, აზიზ ნაზირზადე, ირანის თავდაცვის მინისტრი, ადმირალი ალი შამხანი, ქვეყნის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი. სეიდ მაჯიდ მუსავი, ისლამური რევოლუციური გვარდიის აეროკოსმოსური ძალების სარდალი. მოჰამედ შირაზი, ირანის დაზვერვის მინისტრის მოადგილე. მაშინაც კი აიათოლას უშუალო ოჯახის წევრები გამოაშკარავდნენ. მისი ვაჟი მოიტაბა და ქალიშვილი ბოშრა თავიანთ მეუღლეებთან ერთად ყველა ერთსა და იმავე ადგილას იყო მოსალოდნელი. CIA-მ გავრცელებული ინფორმაციით ადგილზე მნიშვნელოვანი ადამიანური წყარო მოიპოვა. ამ წყარომ დაადასტურა, რომ შეხვედრა გეგმის მიხედვით და დროულად მიმდინარეობდა. ზოგიერთი სადაზვერვო ექსპერტი ვარაუდობს, რომ აიათოლას შიდაწრეში ღრმად ჩანერგილი აგენტი არსებობდა, ვინც საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ღალატი. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოიპოვეს ეს ინფორმაცია, ეს იყო ის მომენტი, რომელსაც აშშ-ში და ისრაელი ელოდნენ. ეს იყო მათი ოქროს შესაძლებლობა. მათ შეეძლოთ ქვეყნის მთელი ხელმძღვანელობა ერთი ძალადობრივი დარტყმით ერთდროულად და სამუდამოდ გამოიყვანათ მწყობრიდან. მათ უბრალოდ მარცხის უფლება არ ჰქონდათ. ეს იყო ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მოცემული შანსი. ისინი უკვე ჩუმად ამზადებდნენ გეგმებს ირანზე თავდასხმისთვის. თავდაპირველად მათ სურდათ შეტევა ღამით, სიბნელის საფარში დაეწყოთ, მაგრამ ამ ახალმა შესაძლებლობამ ეს სტრატეგია დაანგრია. ოპერაციის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე აშშ-მ და ისრაელმა სრულად შეცვალეს თავიანთი ტაქტიკური გეგმები. მათ უარი თქვეს ღამის რეიდზე. ამის ნაცვლად ისინი დღის ნათელ შუქზე შევდევდნენ. მათ აირჩიეს ის მომენტი, როცა ირანის ოფიციალური პირები ყველაზე ნაკლებად ელოდნენ მათ. სასიკვდილო შეტევის თარიღის მოახლოებასთან ერთად ისრაელმა და აშშ-მ თავიანთი გეგმები შეინარჩუნეს. ეს იყო მკაცრად დაცული საიდუმლო. მათ არ შეეძლოთ დაეშვათ, რომ მათი ნამდვილი განზრახვები თუნდაც უმცირესად გაჟონილიყო. თუ ირანის რეჟიმი თუნდაც უმცირესად იგრძნობდა, რას გეგმავდნენ მათი მტრები, 28 თებერვლის შეხვედრა მაშინვე გაუქმდებოდა. აიათოლას სწრაფად გადაიყვანდნენ მის სიღრმეში მდებარე მიწისქვეშა ბუნკერში, სადაც ის იქნებოდა სრულიად მიუწვდომელი, თუნდაც ყველაზე ძლიერი ისრაელის ბალისტიკური რაკეტებისთვის. აშშ-მ და ისრაელმა წარმატებით შეინახეს ყველა ინფორმაცია საიდუმლოდ, მაგრამ დღის სინათლემ ფატალური სისუსტე შექმნა. იმ დროისთვის, როცა ისრაელის თვითმფრინავები თეირანის საჰაერო სივრცეში შევიდნენ, დილა ზუსტად გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი ოფიციალური პირი უკვე ჩამოსული იყო ხამენეის რეზიდენციაში.
გაბარიტული კომპლექსი შედგებოდა რამდენი ძლიერ გამაგრებული შენობისგან. აქვე იყო ირანის პრეზიდენტის ოფისები, ასევე განთავსებული იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. უზენაესი ლიდერი თავად მუშაობდა ცალკე შენობაში. ბევრი მაღალჩინოსანი ერთ-ერთ მთავარ შენობაში იყო შეკრებილი. აიათოლა ალი ხამენეი თავის ცალკე ოფისში იყო იზოლირებული. ეს იყო დილის 9 საათსა და 30 წუთზე, ადგილობრივი დროით. სამიზნეების ფიზიკურ გამიჯვნას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ისრაელის გამანადგურებლებს საკმარისი სპეროუს რაკეტები ჰქონდათ, რომ მთელი კომპლექსი პირდაპირ საძირკვლამდე დაენგრიათ. ირანელებმა ვერასდროს დაინახეს, როგორ მოდიოდნენ ჯალათები. ისინი 10 წლეულების განმავლობაში დაუღალავად წვრთნიდნენ, რომ თავდასხმებს საღამოს ან ღამით ელოდათ. არც ერთ მათგანს არ ეგონა, რომ მათი დაუძინებელი მტრები დღისით ყველას თვალწინ განახორციელებდნენ ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის დარტყმას. მაგრამ დღისით განხორციელებულ სერიოზულ დარტყმამ სერიოზული პრობლემა წამოჭრა. თუ რომელიმე სამოქალაქო პირი ან მცველი შემოსულ საფრთხეს შეამჩნევდა, მათ შეეძლოთ ერთი ზარი განხორციელებინათ. აიათოლა 5 წუთიან მგზავრობას ლიფტით გადის. მისია წარუმატებელია. თვეების დაგეგმვა და წლების განმავლობაში შეგროვებული დაზვერვა წყალში ჩაიკრება. აშშ-ს და ისრაელს ადგილზე სრული რადიოდომილი სჭირდებოდათ. ისრაელისა და აშშ-ს დაზვერვის აგენტებმა ერთდროულად ციფრული გამორთვის მექანიზმი ამოქმედეს. მათ იარაღად აქციეს ადგილობრივი მობილური ანძების კონტროლი და არღვიეს ყველა ციფრული სერვისი პასტერის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ქსელი უწყვეტი შხუილით დაახშეს. თუნდაც შეშინებულ მცველს სასოწარკვეთილებაში სცადა უსაფრთხოების ჯგუფებისთვის დაერეკა, რათა მოეხსენებინა მოახლოებული თავდასხმის შესახებ. თუნდაც ეცადათ ხამენეის ელიტარულ მცველებთან დაკავშირება, უბრალოდ ვერ შეძლებდნენ მათთან გასვლას. მათ ციფრულად გათიშეს მთელი უბანი და უხილავი მახე ჩაიკეტა. დილის 9 საათსა და 40 წუთზე კინეტიკური დარტყმები დაიწყო. მაღალ სიმაღლეზე მყოფმა გამანადგურებლებმა გაუშვეს თავიანთი საბრძოლო მასალა. ათეულობით თანამედროვე სპეროუ თავქუდმოგლეჯილი სისწრაფით გაემართა ხამენეის რეზიდენციისკენ. რამდენიმე წამში ამ ზუსტი ჰაერი მიწა ტიპის რაკეტებიდან რამდენიმე წარმატებით მოხდა მიზნებს. მათ წამებში გადააქციეს 10 წლეულების განმავლობაში მყარად მდგარი ბეტონის შენობები კვალმში გახვეულ ნანგრევებად. ოდედეილამა, მოსადის ანტიტერორისტული განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამედროვე ომის შემზარავი რეალობა შეაჯამა. 60 წამი. ეს იყო საჭირო ამ ოპერაციისთვის, მაგრამ ეს წლების განმავლობაში მზადების შედეგია. თანამედროვე საბრძოლო ველი მხოლოდ ტანკებითა და თვითმფრინავებით აღარ განისაზღვრება. ახლა მას განსაზღვრავს მონაცემები, წვდომა, ნდობა და დროის შერჩევა. ერთი წუთი შეიძლება მთლიანად შეცვალოს რეგიონი და სწორედ ასე მოხდა. სქელი, შავი კვამლის უზარმაზარი ხრუბლები ჰაერს აღჭობდა. მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა შოკითა და შიშით უყურებდა განადგურებას. თვალის დახამხამაში ხამენეის ლეგენდარული რეზიდენცია გაქრა, ის ადგილი, რომელიც მისთვის და მისი ოფიციალური პირებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი იყო, აღარ არსებობდა. ასევე ხამენეიც. იმ მცირე რიცხოვანმა ადამიანებმა, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა პირველ დარტყმებს რეზიდენციის შიგნით, თავშესაფრის საძებნელად პანიკით დაიწყეს სირბილი. ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ერთ-ერთი ასეთი სტატისტიკური ანომალია იყო. ის სულ რამდენიმე წამით ადრე იყო გამოსული გარეთ სუფთა ჰაერზე, ვიდრე ბალისტიკური რაკეტები ჩამოვარდებოდა. მას ფეხი მძიმედ დაუზიანდა. აფეთქებაში მან დაკარგა მამა, სოლი და საკუთარი ვაჟი. მან მოახერხა და ნანგრევებიდან ცოცხალი გამოათრია თავი. ალი ხამენეის თავად არ ჰქონდა გადარჩენის არანაირი შანსი. 86 წლის ასაკში მისი ცხოვრება მოულოდნელად და ძალადობრივად დასრულდა. მის ბევრ უახლოეს და ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობის პირთან ერთად. ერთი დარტყმით ირანის სახელმწიფოს თავი სუფთად მოიჯრა. დაუყოვნებლივ გადაღებულმა სატელიტურმა სურათებმა ზიანის აპოკალიფტური მასშტაბი გამოავლინა. შემდეგ საათებში აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რადარებზე, სამხედრო ბაზებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე უამრავი დამატებითი ავიადათმა და დაბომბვა განახორციელეს. რეჟიმის გადაჩენილი წევრები სასწრაფოდ შეიკრიბნენ დროებითი სამკაციანი საბჭოს შესაქმნელად, რათა კონტროლის ილუზია შეექმნათ. მათ აირჩიეს მოიტაბა ხამენეი ახალ უზენაეს ლიდერად. ომის პირველ დღეს ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია სამხედრო თვალსაზრისით საბოლოო შამათია. ეს იგივე სრულ ყოფილებაა, რასაც ვლადიმირ პუტინი ელოდა, როდესაც უკრაინაში შეჭრა დაავალა. ის ელოდა უნაკლო 60 წამიან გამარჯვებას. ის პირდაპირ სისხლის აბანოში შევიდა, რათა ენახა, როგორ დაუგო გაცილებით სუსტად შეიარაღებულმა უკრაინულმა არმიამ სასტიკი მახე, რომელმაც პირველივე დღეს მთლიანად გატეხა რუსული სამხედრო მანქანა. დააკლიკეთ ვიდეოს თქვენს ეკრანზე ახლავე და შემდეგი ბრძოლის ველზე შევხვდებით.